შეტევა მოსკოვზე და პუტინის ახალი ბირთვულძრავიანი რაკეტა, ასევე ლუკოილის და როსნეფტის ბედი და კრიტიკული ვითარება ფრონტზე. გამარჯობა, დღეს 29 ოქტომბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1343 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ტრადიციულად მადლობით დავიწყოთ, მადლობა არხის ყველა გამომწერს, თქვენ ვინც უყურებთ მუდმივად ვიდეოებს, ალაიქებთ მას, აქტიურობთ კომენტარებში, ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა, ვისაც დონაციის სურვილი გაქვთ, შეგახსენებთ აღწერაში არის ანგარიშის ნომერი და თქვენ ნებისმიერი თანხის შემოწირვა შეგიძლიათ ამ ეტაპზე ხმაგროვდება ხმის სისტემის გასაუმჯობესებლად. თქვენ კი ვინც არხს პირველად უყურებთ, უმორჩილოსად გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე YouTube-ის ალგორითმს უკარნახებთ, რომ ეს ვიდეო ყურებად ღირს. მაშასე დავიწყოთ, სიტუაცია კრიტიკულია ფრონტზე, პოკროვსკის შემდეგ უკვე რუსი მოიერიშეები პირველად გამოჩნდნენ მეზობელ ქალაქ მირჰოროდში და ეპიზოდის მეორე ნაწილში უკვე დეტალურად რუკებზე გიჩვენებთ თუ სად რა სიტუაცია, რა ვითარებაა, სად არის კრიტიკული მდგომარეობა, ასევე სიახლეები გვაქვს დობროპილიეს მიმართულებით და ამ ყველაფერს გავაკეთებ ორი რუკის შედარებით, ერთი Deep State-ი, მეორე კი რუსული წყარო სლიოჩნი კაპრიზი და ორ რუკაზე შევხედოთ ვითარებას, სად რა მდგომარეობაა და რა ვითარებაა. მანამდე კი დავიწყოთ აი ამ შესანიშნავი ფოტოთი, როგორ იცავს ერთი პიკაპი და ორი რუსი ჯარისკაცი, შეიძლება FSB-ს თანამშრომელი წითელ მოედანს. ნამდვილად კარგი სანახავია, როდესაც მოსკოვის დაცვა უწევთ რუსებს, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პრაქტიკულად 4 წლის თავზე, სულ ცოტა ხანში 4 წელი გავა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და კიევის 3 დღეში აღების ნაცვლად ჩვენ ხედავთ, რომ მათ მოსკოვის დაცვა უწევთ. მართალია ეს ჯერ მხოლოდ ფრაგმენტული შეტევებია და არ არის ასე ვთქვათ მასირებული და მიზანმიმართული მოსკოვზე შეტევა, თუმცა მაინც სასიამოვნო სანახავია. ჩვენ გვახსოვს, რომ კრემლის ფლაგშტოკსაც კი დააჯახეს დრონი, პატარა ხანძარიც გაჩნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილებია და აქვე უნდა აღენიშნოს კიდევ ერთი ფაქტი და ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. მე შემხვდა ასე ვთქვათ ცოტა დამცინავი კომენტარები იმის შესახებ, რომ თურმე ერთი პიკაპი და ორი ჯარისკაცი იცავს წითელ მოედანს, რაც აბსურდია. ჯერ ერთი სავარაუდოდ მხოლოდ ამ ფოტოში აღმოჩნდა ეს ერთი პიკაპი და იქვე სხვებიც იქნებოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა ჩვენო გვახსოვდეს, რომ ის, რომ უკრაინელები ახერხებენ მთელი რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ეფექტურად ათვისებას, ასე ვთქვათ, და მათ აფეთქებენ, განპირობებულია იმით, რომ მოსკოვის და პეტერბურგის დაცვაზე ყავს ძირითადი საჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მობილიზებული პუტინს, რადგან იმპერიისთვის სწორედ ეს ორი ქალაქია მნიშვნელოვანი, მოსკოვი და პეტერბურგი არ უნდა შეწუხდეს და დანარჩენი ყველა ქალაქი იქნება ეს თვითონ რუსეთში თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა ემსახურებოდეს მოსკოვის და პეტერბურგის კეთილდღეობას. შესაბამისად ძალიან ძლიერი სამშრიანი თავდაცვის ხუდი აქვს მათ შორის მოსკოვს, მაგრამ კონკრეტულად აი ამ მობილურ ჯგუფზე რო ვილაპარაკოთ, პიკაპი რამდენიმე სამხედროთი, ეს არანაირად სასაცილო ამბავი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელებს დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში 80-90%-იანი წარმატება აქვს და ამას სწორედ აღწევენ მსგავსი ტიპის მობილური ჯგუფების დახმარებით. ანუ ეს არის მცირე რიცხოვანი ჯგუფები, რომელიც პიკაპზე ან სხვა მობილურ მანქანაზე დამაგრებული არის სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევი ან საზეიმტო საშუალება და მათ აქვთ უნარი მოკლე დროში მობილიზდნენ და გადაადგილდნენ იმ ტრაექტორიის მიხედვით, სადაც დრონები დაფრინავენ და ეფექტურად ჩამოაგდონ. ასე რომ კი სასიამოვნო სანახავია, რომ მოსკოვის დაცვა უწევთ რუსებს, თუმცა სასაცილო ამაში არაფერი არ არის, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ომი ისეთი რამეა, ხანდახან ძალიან სასაცილო რაღაცეები ძალიან ეფექტურია და ამაზე ვიდეოს მეორე ნაწილში კიდევ ვისაუბრებ, სანამ უშუალოდ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე გადავალ, გაჩვენებთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ძალიან სასაცილოა ერთი შეხედვით, მაგრამ ძალიან ეფექტური. მანამდე კი გადავიდეთ ბურევესნიკზე. ეს არის კიდევ ერთი კუნთების თამაში და მუქარა პუტინის მხრიდან ბირთვულძრავიანი რაკეტა, რომელსაც პრაქტიკულად ფრენის რესურსი არ შეიძლება რომ ამოეწუროს, როგორც რუსები ამბობენ და ასევე რაც მას განსაკუთრებით საფრთხეს ხდის, ეს არის ის, რომ ამ რაკეტას ბირთვული თავაკით შეუძლია გადაიტანოს. ანუ ეს არ არის მხოლოდ რაკეტა ბირთვული ძრავით, არამედ ბირთვულ არსენალში კიდევ ერთი რაკეტა არის. რას წარმოადგენს ბურევესნიკი ჯერჯერობით
რთული არის ამაზე თქვა, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია არ არის გავრცელებული, თუმცა პუტინი ამტკიცებს, რომ ეს არის უანალოგო რაკეტა, რომელიც ასე ვთქვათ, გაანადგურებს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მოდით ვიმსჯელოთ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით და რა რეაქციებიც მოყვა. პირველ რიგში ბირთვული შეიარაღება არაერთხელ მithქვამს, რომ შემაკავებელი იარაღიდან პუტინის ხელში გადაიქცა შანტაჟის იარაღად, პრაქტიკულად ბირთვული შანტაჟი არის ის, რის გამოც ცივილური საზოგადოება დასავლეთი არ დგამს უფრო მტკივნეულ და აქტიურ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ კი ბურავესნიკი იქნებოდა რაიმე ახალი და მძლავრი შეიარაღება, აუცილებლად გარკვეული რეაქციები იქნებოდა დასავლეთიდან. და იყო კიდევაც, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ ჩვენს ატომურ შეიარაღებას არ ჭირდება 14000 კილომეტრზე ფრენა, იქვე რუსეთის საზღვრებთან გვიყენია წყალქვეშა ნავებიო. ასეთი იყო ტრამპის პასუხი პუტინის აი ამ მუქარაზე და როგორც ჩანს, ტრამპი აღარ აპირებს წამოეგოს აი ამ შანტაჟს, მით უფრო ისეთ შეიარაღებას, რომელზეც ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, რაც ვიცით არის ის, რომ გერის სიჩქარეზე უფრო დაბალი სიჩქარით დაფრინავს, ასევე დაბალ სიმაღლეებზე, რაც მას მოწყობს ხდით და მისი ჩამოგდება შესაძლებელია. ეს არ არის აბსოლუტური იარაღი, რომელიც ჩამოგდება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვიცით ის, რომ მსგავსი ტიპის იარაღის შექმნაზე ჯერ კიდევ 1950-იან 60-იან წლებში მუშაობდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე საბჭოთა კავშირი, თუმცა უარი თქვეს ამ ტიპის შეიარაღების შექმნაზე და უარი თქვეს რამდენიმე მიზეზით. პირველი მიზეზი ეს იყო მისი არარენტაბელურობა, ანუ იმდენად ძვირიჯდება ეს ერთი რაკეტა, რომ შედეგი, რომელიც შეიძლება მოიტანოს, არ არის თავსებადი აი ამ ხარჯებთან. გარდა ამისა, თავად ბირთვულ თავაკზე თავი დავანებოთ და ბირთვულ ძრავზე რომ ვისაუბროთ, ბირთვული ძრავი თავისთავად არის საფრთხის შემცველი რამდენიმე მიმართულებით. პირველი, რაც ასე ვთქვათ, პუტინს ალბათ ყველაზე ნაკლებად ადარდებს, არის ეს დაბინძურება, რომელსაც ეს ძრავი იწვევს და როდესაც საკუთარი ტერიტორიიდან გაუშვებ გარკვეული მანძილი, თვითონ რუსეთშივე უნდა იფრინოს აი ამ რაკეტამ. ეს გულისხმობს, რომ თვითონ რუსეთშივე დაბინძურდება ბირთვული გამონაბოლქვით, ასე ვთქვათ, გარემო და როგორც ამბობენ, ქარების სიჩქარის და ტრაექტორიის მიხედვით შესაძლოა აი ეს არეალი, რომელზეც ის გადაუფრენს საფრთხის შემცველი იყოს ბირთვული დაბინძურების მიმართ, ასევე როგორც თქვით, მისი ჩამოგდება შესაძლებელია და თუ ისე მოხდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზევე ჩამოაგდეს ეს რაკეტა, დამატებითი საფრთხეა რუსეთისთვის და მესამე, ჩვენ ვიცით, რომ იარაღის გამოცდის პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც ის გამოცდის პერიოდში მოულოდნელად ფეთქდება ხოლმე და ასევე ეს ბირთვული ძრავი ამ მიმართულებითაც სახიფათოა. მოკლედ რომ ვთქვათ, მე არა ვარ ასე ვთქვათ შეიარაღების ექსპერტი, თუმცა ის რაც ინფორმაცია მოვიძიე, მათ შორის თვითონ რუსულ წყაროებშიც მიუთითებს იმაზე, რომ ბურევესნიკი შესაძლოა ჟღერდეს როგორც მორიგი სახიფათო რაკეტა, თუმცა არც ისეთი სახიფათოა, როგორც თვითონ პუტინი ამბობს. ასევე არ დაგვაუწყოს, რომ ცოტა ხნის წინ ბურევესნიკამდე ჩვენ გვესმოდა ორეშკინზე ძალიან, რომ აი ორეშკინი შექმნეს ესეთი მძლავრი შეიარაღება, თუმცა მისი ასე ვთქვათ აქტიური გამოყენება ჩვენ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, საუბრობთ აქ არაბირთულ თავაკიანზე, ორეშკინსაც შეუძლია ჩვეულებრივი ასაფეთქებლების ტარება, თუმცა თუ მეხსება ამ ღალატობს, ხოლმე ერთხელ გამოიყენეს კიევის დასაბომბად ეს ორეშკინი და ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც წინასწარ ამბობდნენ, რომ მოიტანდნენ. შესაბამისად, ჩვენ ისიც კი არ ვიცით ორეშკინი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს თუ არა და ახლა უკვე გვაქვს ახალი საფრთხობელა სახელად ბურავესნიკი. მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დაველოდოთ ბურავესნიკის გამოჩენას ბრძოლის ველზე, თუ კი ასეთი მოხდება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ის ეფექტი ნამდვილად ვერ მოახდინა, რისი გათვლაც ჰქონდა პუტინს, ანუ ტრამპი არ დაემორჩილა არ დაექვემდებარა ამ მუქარას და პასუხი იყო ძალიან მარტივი, ჩვენს ბირთვულ რაკეტებს არ ჭირდება 14000 კილომეტრი რომ მიფრინოს, იქვე რუსეთთან ახლოს არის განლაგებული. მოკლედ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ტრამპის განწყობებზე, ასე ვთქვათ,
და ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში ტრამპმა მისი პირველი ქმედითი ნაბიჯი გადადგა რუსეთის წინააღმდეგ. მთელი მისია ეს ვადის რამდენიმე თვე აიწონა იყო ხან პუტინის ხარეს იჭერდა, ხან ტრამპის ხარეს იჭერდა, თუმცა არასდროს ბოდიში ხან პუტინის, ხან ზელენსკის ხარეს იჭერდა, თუმცა არასდროს გასცდენია ეს ამბავი ვერბალურ ესკალაციას და ქმედებაზე არასდროს გადასულა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დახმარება შემცირდა უკრაინისთან მიმართებაში, ჯერ კიდევ ბაიდენის პაკეტი არის დარჩენილი და იმის ნარჩენებს იღებს, რაც შეეხება ახალ შეერაღებას, რომელიც უკრაინა იღებს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ამერიკული დახმარება, ეს თუ კი დახმარება არის ევროპული დახმარება, ან ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები ამერიკულ შეერაღებას ყიდულობენ და აძლევენ უკრაინას და სწორედ ამ ეგიდით საუბარი იყო შეგახსენებთ ტომაჰავკების გადაცემაზე, ეს იყო ვერბალური ესკალაციის პიკი, რაზეც ასე ვთქვათ ტრამპმა პუტინი დამორჩილდა, იქით დაურეკა ტრამპს თითქოს და ბუქარესტში შეხვედრაზეც ბუდაპეშტში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, თუმცა შემდეგ იყო ლავროვის და რუბიოს საუბარი, სადაც ყველაფერი ჩაიშალა იმიტომ რომ რუსეთი არ ასხივებს ატყოფნას ცეცხლის შეწყდეს. ამ ეტაპზე რაც სურს ტრამპს არის რომ გაიყინოს კონფლიქტი შეხების ხაზზე, ანუ იქ სადაც ფრონტი გადის და მერე დაიწყონ უკვე დანარჩენი მოლაპარაკებები, ამაზე მზად არ არის რუსეთი. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. ანუ თუ კი პუტინის ერთი ავატარი იტყვის, რომ ჩვენ გვინდა სრული დონეცკი და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მეორე ავატარი იტყვის, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ უკვე კონსტიტუციაში ჩაწერილი გვაქვს, რომ უკრაინის 4 ოლქი რუსეთია, შესაბამისად სანამ 4 ოლქის საზღვრებზე არ გავალთ, ომი არ შეჩერდება და ამ დროს მესამე ავატარი უკვე აყენებს წინაპირობებს, რომ სანამ ომის პირველყოფილი მიზეზები არ აღმოიფხვრება, ომი არ დასრულდება. აი ეს მესიჯები ასე განაწილებული აქვთ პუტინის ავატარებს და სხვადასხვა მოლაპარაკე თავის სხვადასხვა მესიჯს აჟღერებს, როგორც ჩანს ტრამპს მობეზრდა ეს ყველაფერი და აღარ აპირებს აი ამ კატართა გუბანაში თამაშს და როსნეფტზე და ლუკოილზე დააწესა სანქციები. თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ბოლომდე არ არის გაწირული, ასე ვთქვათ 21 ნოემბრამდე მისცავა და ყველა ჩართულ მხარეს რომ გასწორდნენ, ანგარიშები გაასწორონ, ასე ვთქვათ და შემდეგ ამოქმედდება უკვე ეს აკრძალვა. ამან უკვე გარკვეული ეფექტი მოახდინა, არის ინფორმაციები მის შესახებ, რომ მათ შორის ჩინეთის და ინდოეთის სახელმწიფო საწარმოები აღარ შეისყიდიან ლუკოილის და როსნეფტის ნავთობს, რაც სერიოზული დარტყმა იქნება. ვნახოთ ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოქმედები, მაგრამ ის რომ ეს მართლაც იყო მტკივნეული დარტყმა რუსეთისთვის, ამაზე თვითონ რუსების მოქმედება უსვამს ხაზს. ერთი რომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში უკვე გაჩნდა ინფორმაციები და ასე ვთქვათ მოლაპარაკე თავები ამბობენ იმას, რომ ეს უფრო ძლიერი დარტყმაა, ვიდრე ნებისმიერი შეერაღების მიწოდება უკრაინისთვის და გარდა ამისა ჩვენ ნახეთ, რომ ამ სანქციების დაწესების შემდეგ კირილ დიმიტრევი, პუტინის წარმომადგენელი, გაფრინდა ვაშინგტონში და ეცადა მოლაპარაკებებს. შემდეგ ჩამოიარა ამერიკული მედიები და რაღაცა ცოტა მუქარის შემცველი განცხადებებიც იყო, რომ ეს ყველაფერი კარგს არ მოიტანს და ეს ყველაფერი ესკალაციაა, თუმცა რითიც ჩავიდა, იმითით დაბრუნდა კირილი, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია და მეტიც ამერიკის ფინანსთა მინისტრმა დივანმა თქვა, რომ ეს რიგითი რუსი პროპაგანდისტია და არაფერი სიმართლე არ არის იმაში, რაც მან მოსკოვში ილაპარაკა. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილად არის ლუკოილის და როსნეფტის დასაქცირება რუსეთისთვის მტკივნეული საკითხი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მათ შორის შეგახსენებთ ჟურნალისტის კითხვას ტრამპისადმი, რომ პუტინი აცხადებს, რომ ვერანაირ ეფექტს ვერ მოიტანს ეს სანქციები და ტრამპის ძალიან მოკლე, მისთვის უჩვეულო, თუმცა მისთვის ჩვეული ირონიული პასუხი გაცა, რომ დაველოდოთ 6 თვის მერე რა მოხდება. შეგახსენებთ, თუ კი მიყურებთ ამდენი ხანი და ვიდეო ჯერ არ დაგილაიქებიათ, ახლა დაავლექოთ ვიდეო, ასევე გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. როგორც დაგგვირდით, სანამ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე გადავალ, რამდენიმე სასაცილო ფოტო
ფრონტიდან, აი ეს არის ასე ვთქვათ ხელნაკეთი, თვითნაკეთი დამცავი საშუალებები დრონების, FPV დრონების წინააღმდეგ და ისინი საკმაოდ აქტიური არის და აქტუალური არის. აი ასეთი თავდაცვა, როგორც აი ამ ეგრეთ წოდებულ ბუხანკას აქვს, არ არის ბოლომდე ეფექტური, თუმცა აი ასეთი თავდაცვა, რომელსაც ახლა თქვენ ფოტოებზე ხედავთ, ძალიან ეფექტურია, მეტიც აი ამ კონკრეტულ ტანკს, რომელიც აი ასე არის დაცული, 25 FPV დრონი მოხვდა და ვერ დააზიანა. შესაბამისად, ის როგორც გითხარით, ის რაც ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს, სულაც არ არის ეგეთი სასაცილო, როგორიც შეიძლება ჩვენ წარმოგვედგინოს და ძალიან ეფექტური არის. ზოგადად რუსეთ-უკრაინის ამბავმა რამდენიმე რამე გვაჩვენა და მათ შორის ის რაც დადასტურებულად გვაჩვენა არის ის, რომ ხანდახან ძალიან იაფი საშუალებები მიზანს ამართლებს და მათ შორის თუ კი FPV დრონების ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ მათ შორის აი ესეთი თავდაცვის საშუალებებზე. შესაძლოა ამან ტექნიკა ვერ გადაარჩინოს, მაგრამ ნამდვილად ზრდის შანსებს, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩეს და შესაბამისად, რატომაც არა, ორივე მხარე, როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარე ამ ყველაფერს იყენებს. ეხლა მოდი გადავიდეთ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. ფრონტზე როგორც გითხარით, დობროპილის მიმართულებით გვაქვს გარკვეული სიახლეები, ასევე პოკროვსკის მიმართულებით და პოკროვსკის შემდეგ ასევე პირველად გამოჩნდნენ რუსი მოიარიშეები უშუალოდ მინჰოროდში, რომელიც ასევე პოკროვსკის გვერდზე ქალაქი არის და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ რუკების თანხლებით. რაც შეეხება პოკროვსკს, ვითარება ასეთი არის, ხედავთ რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა არის, თითქმის გავიდნენ ქალაქის ჩრდილოეთით, აი ამ ადგილას რკინიგზის გადაკვეთაც მოახერხეს და რკინიგზა აქ გადის და ეს სახიფათოა იქიდან გამომდინარე, რომ აქ ჩვენ გვაქვს ავტომობილო გზა, რომელიც ხდებოდა პოკროვსკის მომარაგება და ახლა ეს გზა გადაჭრილია, ასე ვთქვათ. და ის რომ გადაჭრილია საფრთხეს უქმნის პოკროვსკში დარჩენილი ასე ვთქვათ უკრაინული შეიარაღებული ძალების მომარაგებას, აი ამ გზაზე არის საუბარი და თუ კი ეს ამაზე სრულად იქნება კონტროლი დამყარებული, ეს შექმნის საფრთხეს პოკროვსკში მყოფი ასე ვთქვათ დანაყოფებისთვის. რაც შეეხება მინჰოროდს, როგორც გითხარით, იქ პირველი მოიარიშე რუსული ძალები გამოჩნდნენ და აქ ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ საფრთხეს, თუ კი მინჰოროდის და პოკროვსკის დაცემა მოხდება, როგორ ასე ვთქვათ საფრთხეში აღმოჩნდებიან, მაგრამ აი აქ საუბარია სწორედ აი ამ გზაზე, პოკროვსკიდან გრძელდება მინჰოროდის მიმართულებით და თუ კი ამ გზის გადაჭრა მოხდება, ნამდვილად კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდებიან როგორც პოკროვსკის, ასევე მინჰოროდში დარჩენილი უკრაინული ძალები. აი ასეთი არის მდგომარეობა უკვე დობროპილიას მიმართულებით, როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, გათავისუფლებული არის ძალიან დიდი ნაწილი აი ამ გარღვევის და კუჩერევი არის გათავისუფლება სრულად მოხდა და პრაქტიკულად აი ამ გარღვევისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. ეხლა ნახეთ აი ესეთი მდგომარეობა არის დღეს დღევანდელი მონაცემებით, ხოლო აი ესეთი ვითარება იყო უკვე 1 ოქტომბერს, ანუ აი ამ პრაქტიკულად ერთ თვეში ვითარება აი ამ დონეზე შეიცვალა. როგორც ხედავთ, თვის დასაწყისში აი ასეთ პოზიციებზე იყვნენ რუსები და უკრაინელები და იქ აი ამ წმენდის ოპერაციების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა, რომ მიეღოთ უკრაინელებს აი ესეთი სიტუაცია. აი თქვენ კიდევ ერთხელ თარიღს დააკვირდით, ეს არის 1 ოქტომბერი 2025 წელი, ვითარება ასეთია, ხოლო უკვე 29 ოქტომბერს ვითარება ასეთი არის. აქ მნიშვნელოვანი და საგულისხმოა შემდეგი ამბავი. ეს უკვე ეხება იმ სიტუაციას, რომელიც ასე ვთქვათ სამხრეთით ხდება პოკროვსკი მინჰოროდის მიმართულებით. აქაც მოდი ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ამ ამბავზე, რომ
როგორი სიტუაცია იყო თვის დასაწყისში 1 ოქტომბერს, ასე ვთქვათ, და როგორი სიტუაცია არის ახლა. აი თქვენ ხედავთ წინსვლას ამ მიმართულებაზე რუსი სამხედროების, ანუ აგნით იმის ჩვენება მინდა, რომ ვითარება, ასე ნარჩუნდება ეგრეთ წოდებული აიწონა, სადაც რუსები გარკვეულ მონაკვეთზე ახერხებენ წინსვლას, გარკვეულ მონაკვეთზე უკრაინელებს აქვთ, ასე ვთქვათ, დეოკუპაციის წარმატებული მაგალითები, შესაბამისად, თქვენ უკვე ამ ყველაფერს რუკებზე ხედავთ. ახლა როგორც გითხარით, ყველაფერი შევადაროთ ერთმანეთს სლივაჩნი კაპრიზის და deep state-ის, ასე ვთქვათ, რუკები. თქვენ ხედავთ, რომ აი ეს არის სლივაჩნი კაპრიზის დობროპილიეს მიმართულებით რუკა, სადაც აი 29 ოქტომბრის მონაცემებით აქ მათი, ასე ვთქვათ, მათი ხედვით დობროპილიეს გარღვევაზე ისეთი წარმატება არ აქვს უკრაინელებს, ანუ ეს კუჩოვარი არის მათი გაგებით არ აქვს ჯერ გათავისუფლებული უკრაინელებს, ეს არის მათი მონაცემები 29 ოქტომბრის მონაცემებით, ეს კი 1 ოქტომბრის მონაცემებით, როგორც ხედავთ, მათ რუკაზეც ეს უკან დახევა ასახულია და ახლა უკვე შევადაროთ 1 ოქტომბერი deep state-ზე და 1 ოქტომბერი სლივაჩნი კაპრიზზე. აი ასე გამოიყურება, პრაქტიკულად ერთნაირია, ხოლო შემდეგ უკვე რომ შევადაროთ უახლესი ცნობები, უკვე აქ აი ასეთი ცვლილებები გვაქვს. როგორც ხედავთ, არსებითად არ განსხვავდება ეს რუკები, ერთადერთი განსხვავებელი რაც არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში deep state-ი რუხზონად ნიშნავს გარკვეულ ტერიტორიებს და რუხი ზონა ნიშნავს, რომ იქ საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო იქ სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, სლივაჩნი კაპრიზი მას ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის. მოდით პოკროვსკი მიხოროდის სიტუაციასაც შევხედოთ სლივაჩნი კაპრიზის რუკებზე. აი ესეთი მდგომარეობა, ახლა მოდი დავხედოთ 1 ოქტომბრის მონაცემებს მათ რუკაზე, აი აქ ასეთი ვითარება გქონდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით აი ასეთი ვითარება არის. და აქვე მოდი ეს ამ მიმართულებების deep state-ის და სლივაჩნი კაპრიზის რუკებით შევადაროთ. აქაც, როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ვითარება არ იცვლება, ასე ვთქვათ. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას და ეს უკვე არის კონსტანტინოვკა. კონსტანტინოვკის მიმართულებით აი ეს არის deep state-ის რუკა და ხედავთ, რომ ამ რუკის მიხედვით ჯერ ქალაქში შესულები არ არიან და რჩებიან ეგრეთ წოდებულ სააგარაკე ადგილებში და მიმდინარეობს იქ საბრძოლო მოქმედებები, რაც შეეხება სლივაჩნი კაპრიზს, ჩვენ ხედავთ, რომ გაცდნენ, ასე ვთქვათ, სააგარაკე დასახლებას და უკვე ქალაქის აღმოსავლეთით შესულები არიან ქალაქში და იქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ახლა შევხედოთ ორივე რუკას ერთად, აი ასეთი სხვაობაა კონსტანტინოვკის მიმართულებით ამ რუკებზე. და აქ ასე ვთქვათ, მინდა ერთი ინფორმაცია შემოგთავაზოთ კიდევ, როგორც ხედავთ და ნახეთ რუკების მიხედვით deep state-ი მიიჩნევს, რომ ჯერ ისევ სააგარაკე ნაწილში რჩებიან რუსული დანაყოფები, ხოლო რუსულ წყაროზე ჩანს, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში შესულები არიან და იქ მიმდინარეობს ბრძოლები. მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ კლიმენტ მარენის, ეგეთი ფრანგი მკვლევარის მიერ გაკეთებული რუკა, ის იკვლევს აეროდარტყმებს, ასე ვთქვათ, და მისი ლოგიკა ასეთი არის, რომ იქ სადაც რუსულ ავიადარტყმებზე არის საუბარი და მისი ლოგიკა ასეთი არის, რომ იქ სადაც რუსები ბომბავენ, ცხადია, რომ თვითონ რუსები არ არიან, ხო და პასტანს ამზადებენ და აი როგორც თქვენ ახლა ხედავთ დაბომბვების ტრაექტორიას, კი პოკროვსკის აი ზუსტად იმ მიმართულებებში ბომბავენ, სადაც
Deep State-ის რუკის მიხედვით ჯერ ისე უკრაინელები არიან, იგივე ვითარება არის დობროპილიეს გარღვევის მიმართულებით, ანუ აი ამ რუკებით ჩანს რომ დიახ უკრაინელებმა შეძლეს აი იმ საზღვრებზე გასვლა, რა საზღვრებზე Deep State წერს და არა სლივოჩნი კაპრიზი და ასევე კონსტანტინოპოლის მიმართულებით, როგორც ხალხ კონსტანტინოპოლი საკმაოდ აქტიური დაბომბვა ხდება, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინოპოლშიც ვითარება არ არის იმ დაგვარი, როგორცაც გვაჩვენებდა სლივოჩნი კაპრიზი. რაც შეეხება ამ დობროპილიეს რატომ არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, უკრაინელების გარღვევა აქ აი ამ გარღვევის უბრალოდ აღმოჩნდა, რადგან მის ჩრდილოეთით აი ამ მონაკვეთზე გადის კიდევ ერთი გზა, რომელიც შესაძლოა გახდეს სწორედ უკრაინელებისთვის მომარაგების მთავარი წყარო, რადგან როგორც გითხარით, პოკროვსკის და მიხოროდის მიმართულებით არის საფრთხე, რომ ასე ვთქვათ, გაიჭედოს აი ეს მომარაგების გზები. და შესაბამისად აი ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რომ უკრაინელებმა სრულად არ დაკარგონ მომარაგების გზები იმ დაჯგუფებებისთვის, უკრაინულისთვის, რომელიც ფრონტის ამ ხაზს ამაგრებს. ზოგადად, როდესაც აი ამ რუკებს ვადარებ, მე ძალიან ხშირად, მათ შორის კომენტარებშიც მიწერთ ხოლმე, რომ Deep State უკვე მოძველებული არის და ასე ვთქვათ, არ იმდენად მოძველებული, ამდენადაც არასანდო, იმიტომ რომ ძალიან პროუკრაინულ პოზიციებს ასახავს, თუმცა მე მუდმივად ვიმეორებ, რომ დიახ, Deep State აგვიანებს ინფორმაციების დატანას, თუმცა ის აგვიანებს არა მხოლოდ უკრაინელების სასარგებლოდ და ამის საილუსტრაციოდ ახლა მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ძალიან თვალსაჩინო ამბავი. ეს არის ლიმანის მიმართულება, ასე ვთქვათ, სოფელი ტორსკი და იქიდან ჩვენ გვაქვს ვიდეოები უკრაინის 425 მოიერიშე პოლკის ჯარისკაცების, რომლებიც ავრცელებენ კადრებს, როგორ აღმართეს დროშა უკრაინული, ასევე ხდებოდა სარდაფების გაწმენდა, დაბომბვა, აიყვანეს რუსი ჯარისკაცები ტყვედ. აი ეს ვიდეოები ვრცელდებოდა და ამ ვიდეოების თანახმად, როგორც ასე ვთქვათ, აი ეს ტორეცკი, ასევე იქვე არის სოფელი ზარეჩნოე, გათავისუფლებული არის უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ. აი ამ ვიდეოების დაყნობით, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ Deep State-ს ის ჯერ კიდევ მონიშნული აქვს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული. აქ იმას გულისხმობ, რომ დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ Deep State შეიძლება აგვიანებდეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თუ როგორი ცვლილებები არის ფრონტზე, თუმცა ის აგვიანებს როგორც ერთი ასევე მეორე მხარის გადაადგილებებს, რადგან ის არ ეყრდნობა მხოლოდ აი მსგავსი ტიპის ვიდეოებს, რომელიც ახლა შემოგთავაზეთ, არამედ ცდილობს სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გადაამოწმოს ინფორმაცია და ამის შემდეგ ასახოს. კიდევ ერთი უკრაინული წარმატების შესახებ, რუსეთში დაიბომბა კაშხალი, ეს უკვე სუმის მიმართულება არის და ამ კაშხლის დაბომბვის შემდეგ, ასე ვთქვათ, შემდეგ გაჩნდა ბზარები კაშხალზე და წყალმა დაიწყო, წყლის დონე მდინარეში დაიწყო მატება. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მდინარეზე გაყოლებით რუსული პოზიციები დაიტბოროს, ასე ვთქვათ, ის ბლინდაჟები, რომელიც მოწყობილი არის სუმის ოლქში, რადგან აი ეს მდინარე შემდეგ რუსეთიდან უკრაინაში ჩაედინება და ეს ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ უკრაინელებმა ამ მიმართულებით შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ რუსებს და შემდეგ უკვე შეძლონ კონჩეტევაზე გადასვლა და ასე ვთქვათ, სუმის სრული დეოკუპაცია. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე თვე აქ პრაქტიკულად გაყინულია ვითარება, არაფერი ცვლილებები არ არის. ნახოთ, რამდენად წარმატებულად იმუშავებს ეს დამბის დაბომბვა წყალსაცავზე და თუმცა ჩვენ ნახეთ სატელიტური ფოტოები, მათ შორის რომ უკვე წყლის დონე მომატებულია. გვახსოვს ჩვენ კახოვკას შემთხვევაში უკრაინაში ამან როგორი მოქმედა, ნახოთ რა იქნება ამ მიმართულებით. ზოგადად რისი თქმაც მინდოდა არის ის, რომ თუკი ჩვენ ასე ვთქვათ უკონტექსტოდ შევხედავთ აი ამ ყველაფერს, რაც ახლა ვნახეთ რუკებზე, დავინახავთ, რომ რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ, მართალია ნელი, თუმცა წინსვლა არის.
და აქ აუცილებელი არის კონტექსტის შემოყვანა, რადგან უკონტექსტოდ ამას რუსული პროპაგანდა გამოიყენებს როგორც მიღწეულ წარმატებას, რადგან ფაქტობრივად ნელი, მაგრამ წინსვლა არის. შეგახსენებთ, რა იყო რუსეთის ამოცანა. არა ზოგადად სტრატეგიული და ასე ვთქვათ, დიდი მიზანი, არამედ კონკრეტული ამოცანა საზაფხულო და შემდეგ საშემოდგომო კამპანიების დროს. ანუ მას შემდეგ საზაფხულო კამპანია ჩავარდა და სრული დონეცკის სრული აღება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს სექტემბრის დასაწყისში გერასიმოვის ინფორმაცია და მოხსენება იმის შესახებ, რომ საშემოდგომო კამპანიის დროს აუცილებლად მოხდება დონეცკის სრული ოკუპაცია, ანუ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა. ძალიან მალე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დობროპილიეს გარღვევის შევიწროება დაიწყეს რუსებმა, ცხადი გახდა, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწევდნენ და ჩვენ გვახსოვს მერე უკვე ოქტომბრის დასაწყისში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ახალი მიზანი არის და ეს ახალი მიზანი არის ქალაქ ზაპოროჟიეს აღება. თუმცა დღეს არც კი შემოგთავაზეთ იქ არსებული ვითარებები, რომ არაფერი არ შეცვლილა, თითქმის ბოლო 2 კვირის განმავლობაში არანაირი წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით არ არის და ახლა უკვე გვესმის ახალი ამოცანის შესახებ, რომ ნოემბრის ბოლომდე პოკროვსკი უნდა ავიღოთ. დიდი ალბათობით არსებობს ალბათობა იმ კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა ამ მიმართულებაზე არის, რომ პოკროვსკის აიღებენ და შემდეგ ამას რუსული პროპაგანდა შემოგვასაგებს როგორც მიღწეულ ამოცანას. და შეგახსენებთ, რომ ამოცანა, რომელიც დასახული იყო საშემოდგომო კამპანიის დასაწყისში, იყო ჯერ დონეცკის ადმინისტრაციულ ოლქზე გასვლა საზღვარზე და შემდეგ უკვე ზაპოროჟიის აღება. არავის აღარ გაახსენდება ეს ორი ჩაგდებული ამოცანა და ილაპარაკებენ მხოლოდ იმაზე, რომ აი პოკროვსკი ავიღეთ. თუმცა მეორეს მხრივ კი არის ეს რეალობა, რომ ნელი წინსვლა რუსებს აქვს. ეს ნელი წინსვლა აიხსნება იმ რთული და კრიტიკული ვითარებით, რომელიც უკრაინის შერაღებულ ძალებში არის და ეს პირველ რიგში ეხება ასე ვთქვათ, ცოცხალ ძალას, მათ შორის გაჩნდა ასეთი ოფიციალური ტერმინი უკრაინულ გენერალიტეტში, რომ რუსები ახერხებენ გარღვევას ზუსტ თარგმნას ვეცდები ახლა, გამაგრებულ ზონებს შორის არსებულ სივრცეებში. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეს რომ თელს ფრონტის ხაზს უკრაინული ძალები ვერ აკონტროლებენ, მთელი ფრონტის ხაზი ვერ აქვთ გამაგრებული, აქვთ გარკვეული წერტილები გამაგრებული, ამ წერტილებს შორის არის სივრცეები დარჩენილი და სწორედ ამ სივრცეებით სარგებლობენ რუსები. ეს არის მათ შორის ოფიციალური განმარტება უკრაინული გენერალიტეტის. ეს სივრცეები ხომ კარგი ცხოვრებისგან არ არის წარმოქმნილი, არა, ეს სივრცეები წარმოქმნილი იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა განიცდის დეფიციტ ცოცხალი ძალის. მეორეს მხრივ, რაზე მიუთითებს ეს? მეორეს მხრივ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსები უტევენ არა იქ, სადაც სურთ, არამედ იქ, სადაც შეუძლიათ. და მთელი ეს დინამიკა, როგორც საზაფხულო შეტევის, ასევე საშემოდგომო შეტევის, ხო, ოქტომბერი პრაქტიკულად სრულდება, ბოლო კვირა ერთი თვე გადარჩა და შეგახსენებთ, რომ ამინდის გამო ნოემბრის შუაში ალბათ უკვე ტაქტიკის შეცვლა მოუწევს მხარეებს, მაგრამ პრაქტიკულად საშემოდგომო კამპანიაც ჩავარდა, რადგან უკვე ძალიან ცხადია, მათ შორის პოკროვსკი და მიხოროდი ორივე რომ აიღოს ნოემბრის ბოლომდე რუსულმა შერაღებულმა ძალებმა, ეს არ ნიშნავს ჯერ კიდევ იმას, რომ დონეცკის ოლქის საზღვრებზე გავლენ, ხო? იქ ჩვენ გვახსოვს, რომ ოდნავ ჩრდილო-აღმოსავლეთით არის აგლომერაცია კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, ეს ამ დიდი ქალაქი, რომლის აღების შემდეგაც შეიძლება უკვე მარტივად გადაინაცვლონ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ასე რომ ამოცანებს ვერ აღწევენ რუსები, იმ ამოცანებს, რომელიც დასმულია მათ წინაშე ოპერაციების დაწყების წინ, თუმცა ამის საპირწონედ მათ შეუძლიათ გარკვეული წინსვლა გარკვეულ მონაკვეთებზე და შესაბამისად ამას ასახებენ ხოლმე წარმატებად და ჩვენ აქ მათ შორის კრიტიკული აზროვნება არის საჭირო იმისთვის, რომ დავსვათ კითხვა, რა უნდოდათ და რა მიიღეს და ამ შეფარდებით არის თუ არა ეს წარმატება. მით უფრო ჩვენ ხედავთ, რომ იგივე დობროპილიეს მაგალითზე არ არის მხოლოდ ისე, რომ მხოლოდ რუსები აღწევენ წარმატებას, უკრაინელებსაც აქვთ ამ მხრივ წარმატება, მათ შორის გარდა ფრონტის ხაზისა უკრაინულ წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, მათ შორის ფრაგმენტულად მოსკოვზე შეტევები. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მომენტთა განვითარებას, არა უყვეთ რუსულ პროპაგანდას.
მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ ფრონტზე არსებული სიტუაცია არ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ როგორც წესი და ეს სოფლიოს ისტორიას არაერთხელ უჩვენებია, რომ მოლაპარაკებებს ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ის, თუ რა ხდება ფრონტზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მოხდება ფრონტზე, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ, არის რომ რუსები დასახულ ამოცანებს ვერ აღწევენ, მაგრამ გარკვეული წინსვლა მაინც აქვთ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა, ვინც ამდენი ხანი მიყურებდით. დალაიქეთ ვიდეო, თუ კი არ დაგილაიქებიათ, იაქტიუროთ კომენტარებში დასვით თქვენთვის სასურველი კითხვები. შეგახსენებთ, რომ არხზე მიმდინარეობს დონაცია, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, აღწერაში ანგარიშის ნომერია და შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხმის ხარისხის გაუმჯობესებლად კეთდება. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენს სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით ნახვამდის.